საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. კახა ბაინდურაშვილს ეკითხება რუსთავიორის ჟურნალისტი. ბატონო კახა, მართლა თქვენი ინიციატივით დატოვეთ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაო? შენ მართლა შენ ინიციატივით მისვა მაგ კითხვასო? უპასუხებს კახა. ერიკ ფურნიე დგას საელჩოსთან და აგინებს ქართულ მედიას, ხელისუფლებას, ძველ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურას. და ვანო ეუბნება მაღალს. რა ოქნა ეხა, არ დავიჭიროთო და არა მოიცადე პოლიცია შეაგინოს და სამუდამო მივცეთო. სალამ, მშვიდობისა თქვენს ტელეყუთებში ყოველდღიური განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე განაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავთ. საქართველოს მთავრობაში ისევ აქტიურად გრძელდება საკადრო ცვლილებები და ამ დიდი და წარმატების მომტანის საქმის მორიგი ზვარაკი ფინანსთა აც უკვე ექს-მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აღმოჩნდა. საკადრო ცვლილებამ მთავრობაში კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის საქართველოს ფოსტას უხელმძღვანელებს. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახას. ბოლო ამ წლების განმავლობაში იმ სამუშაოსთვის, რაც მან გაწია კალი ქვეყნისთვის. წარმოგიდგენთ დიმა გვინდაძეს, ის ფინანსთა სამინისტროში მუშაობს უკვე ბევრი წელი, 6 წელზე მეტია. მიყავდა მას აქამდე და ჩაბორებული ქონდა საგარეო ვალის პრობლემატიკა. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამაში იყო საქართველოს ძალზე წარმატებული წელს. სწორედ იმას დამსახურება ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 4.5 მილიარდი დოლარიდან 2-ზე მეტი უკვე საქართველოს ჩამოსულია, დანარჩენი უკვე დაკონტრაქტებულია და საქართველოს მიიღებს ამ დანარჩენ თანხებს მომავალ წლების განმავლობაში. აბარა, მინისტრების დრო წავიდა და მათი მოადგილების დრო დადგა. ეგრეა ეს ყოველივე, ეს ყველაფერი კანონზომიერია. ცოტა ხანში ახალი მინისტრის გვინდაძის დროც წავა და რომელიმე მისი მოადგილის ვინმე არ გვინდაძის დრო დადგება. მერე კიდევ იმის მოადგილე ვინმე გვინდა თუ არაძის დრო მოვა და ასე. ეს ახალი მინისტრიც ალბათ მაღალს უნდაძე, თორემ ჩვენ ვინ გვეკითხება საერთოდ ვინ გვინდაძე, ხო? მაგრამ აქ ამ ყოველივეს ერთი დიდი გამოვრიცხავი ფაქტორიც აქვს. კახა ბაინდურაშვილს თვითონმე გამოუთქვა სურვილი. მომბეზრდა ფინანსთა მინისტრობა და სულ კაბინეტში ჯდომა. რაიმე ისეთი საქმე მინდა რომ ისა ცოტა მოძრაობა მქონდეს და საპატარას გავივლი გამოვივლიო. ჩვენმა ხელისუფლებამაც დიდხანს აღარ აოცნება ფინანსთა მინისტრი და პირდაპირ პოსტაში უკრა თავი. ბაინდურაშვილის გამომეტყველებას თუ კარგად დავაკვირდებოდით, მის სახეზე ახლა ამ უზომო ბედნიერების ნიშნებს დიდად ვერ ამოიკითხავდით, მაგრამ ეგ არის ზუსტად მაღალი დიპლომატიური პროფესიონალიზმი, რომ სახალხოდ საკუთარი ემოციები მოთოკო და ისე შეხვდე ამ დაწინაურებას, ვითომც და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობას ფინანსთა მინისტრობა გირჩივნა, მაგრამ შენ საერთოდ ვინ გეკითხება რა იმეს? ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მადლობები უხადეთ კახა ბაინდურაშვილს იმ დიდი ღვაწლისთვის, რაც მან საქართველოსთვის გაწია და ასევე დიდი ზარზეიმით შევხვდით ახალ მინისტრს, რომელიც თურმე საქართველოს ჩუმად აყვავებდა, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ეგრეა ჩემო კახა. შენ კიდევ კარგად გაგიმართლა საქართველოში რომ დაგტოვეს და ისევ შენიანების გარემოცვაში რომ ხარ. აბა ეხლა იმათ რა გაქნან, ვინც სასწავლებლად გაუშვეს სამშობლოდან შორს და ჯერაც არ დაბრუნებული. ეგრეა, ერთმა ბრძენმა ვთქვი, ისევ შენი ქვეყნის პოსტალიონობა გერჩევნოს სხვა ქვეყანაში სწავლას სიბერებდისო. კენტ ლოქსდონი მედია პალიტრაში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ინტერესით აკვირდება. სტატიას ამ სახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო IPNG აღწერებს. კენტ ლოქსდონი კი, ვისაც არ მოგეხსენებათ, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. აი, ჩემო მეგობრებო, ეს არის ძმობა და სტრატეგიული თანამშრომლობა. დიახ, ეს არის ის ძმობა, რომელსაც ჩვენი პოეტები და მგოსნები საუკუნეების განმავლობაში უმღეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ. აღარ გახსოვთ, ვაჟა-ფშაველა და სტუმარ მასპინძელში, ჯოყოლას სახლში ზვია დაურს რომ გაკოჭავენ და მიათრევენ ქისტები და მე ჯოყოლა რომ გამოდის და ამბობს, აი, თქვენი გინდარებო, მე ჯოყოლა არ ვიყო თუ დიდი ინტერესით არ დავაკვირდე, როგორ გამოჭრით ხელს ჩემს ძმად ნაფიცო. და ეს ძმობის ტრადიციები ახლაც ცოცხალია. ოღონდ ჩვენ იმდეს აღარ კითხულობთ და გოიმურად გამოვხატავთ ჩვენს ძმობას. დავდივართ ახლა, გაჭირებულ ძმებს ომებში ვეხმარებით, ერაყ ავღანეთში დავყვებით, ტყვიას შუბს ვუშვერთ. არა და ახლა ძმობაში ეგ მეასე ხარისხოვანია. თავარია ინტერესი გამოხატო. ისე ნელ-ნელა რომ ვაკვირდები, ხვდები, რატომ იღებენ ჰოლივუდში ნაკლებ ბოევიკებს ჩვენი ამერიკელი მეგობრები და რატომ აღარ მიუწევთ რეალიტი შოუებისკენ გული. დიახ, აღარ იღებენ ახლა და მართლებიც არიან. რატო გადაყარო ახლა ფული?
კაი reality show უნდათ და ომში წყალს გვიგზავნიან, გვაკვირდებიან, როგორ გამოვიყენებთ ამ სტრატეგიულ იარაღს. კაი ბოევიკის ყურება უნდათ დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით და ნინო ბურჯანაძის გადატრიალებას უყურებენ პირდაპირ ეთერში. თან ჩვენი ყურება კინოს ყურებას უფრო ჯობს. კინოზე შეიძლება დაგაგვიანდეს. აკიდე ამერიკელი თუ ხარ, შენ როცა გინდა, მაშინ დააწყებინებ ქართველებს კინოს. აი 26-იც ეგრე არის ხო? გამოვიდა ჩვენი ამერიკელი მწვანე ჯონი და ესე დაგვიძახა. მოდით ეხლა კაცო, ბიჭები შევიკრიბეთ და ლუდი და პოპკორნი მოვიმარაგეთ და დაიწყეთ ეხლა რაღაც ელოდებით. ამდენი ხალხი გაკვირდებით დიდი ინტერესით, გაკვირდებით. პალიკო კუბლაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რაც მანიფესტაციების თავშეყრის და აზრის გამოხატვას ეხება. მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონი ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა დღეს ITV სტუდიაში პავლე კუბლაშვილი. დეპუტატის განმარტებით ამ კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ უფრო დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებები. კანონში ყველა საჭირო ინფორმაცია დაზუსტებულია და იგი ვენეციის კომისიასთან შეთანხმებით არის მიღებული. ყველაფერი გასაგებია ბატონო პალიკო. თუ ვენეციის კომისიასთან არის ყველაფერი შეთანხმებული, მაშინ ეხლა საწინააღმდეგო აღარაფერი გვაქვს, მაგრამ რა გამოდის, კაცო? თუ მაგ კანონის შეცვლაზე შეთანხმდით ვენეციის კომისიასთან, სავარაუდოდ კანონის შეცვლის წინსწრები მოვლენების განვითარებაშიც შეთანხმებულები იქნებოდით. ხო? გამოვლენ ახლა ზოგიერთი ისინი სკეპტიკოსები და დაიწყებენ მაღალმა მიტინგი რომ დაარბია ვენეციის კომისიამ არაფერი იცოდაო. ეს კანონიც რომ შეცვალეს მანიფესტაციის შესახებ ვენეციის კომისიას არ მოსწონს და ესე იგი გვაკრიტიკებს. მაგრამ ნუ რას უკაცრაბად? ცოტა ხანი აცალეთ მაღალს და როგორც კონსტიტუციაზე ატეხილი აჟიოტაჟის დროს აგვაფარა მაღალმა თვალებზე ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მესიჯი, ახლაც ასე აგვაფარებს 25 მაისის ღამეს ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჩატში მესიჯობის ამონაწერს და გვეტყვის რომ ეს მიტინგის დარბევაც და შემდგომ მანიფესტაციის შესახებ კანონის შეცვლაც შეთანხმებული იყო, მოწონებული იყო ვენეციის კომისიაში. თუმცა ბატონო პალიკო, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვენეციის კომისიას მოეწონა ეგ ყველაფერი თუ ისა ნაურუს ელჩს გაეროში. საქმე იმაშია რომ ვიღაცების მოწონებაზე დადიხარ და ჩვენ ქართველებს რა მოგწონს სულ ცალფეხზე კიდით. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. საქართველოს მთავრობა გეპატიჟება სამთავრობო კარუსელებზე ფინანსთა სამინისტროში. აქვე თქვენ შეძლებთ ძირძველი ქართული ატრაქციონით გართობასაც. მინისტრი წავა და სხვა მოვა, მერე კიდევ სხვა მოვა, კიდევ სხვა მოვა და ტურფას საბაღნარომდეც მივალთ. ატრაქციონზე გართობის მსურველებს უნდა კონდეთ დიდი გამოცდილება უცხოური გრანტებისა და ტრანშების ათვისებაში. ფინანსთა სამინისტრო. მინისტრები წავლენ წამოვლენ, ნიშანი დარჩებიანო. ლექსი ვენეციიდან მოსული მესიჯის შესახებ. ვენეციიდან აქ მოსული ყაყაჩოს სვეტი არა დაღვრილის დასაღვრელის ალბათ მაცნეა. არავით არის სხვა მიტინგის სისხლდა უღრელი ამიერიდან სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ჩვენი მაღალი და ვენეციის კომისია. წაუყვეთ ვენეციისკენ. ქართულ სასამართლოს არასოდეს ყოლი არც დედა და არც მამა. რასაც მიაღწია სულ თავისით, ტანჯვაწამებით მიაღწია. გამოკითხვა საქართველოს 5 რაიონულ და 3 საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 2-დან 18 მაისამდე ჩატარდა და საუკეთესოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლო დასახელდა. კვლევის მიხედვით მის მიმართ მოქალაქეების ნდობა გაიზარდა. კითხვები ძირითადად სასამართლოში არსებულ გარემოს, მოქალაქეებისადმი თანამშრომელთა დამოკიდებულება, სახლის განხილვის ვადებსა და სასამართლოს მიმართ ნდობას შეეხებოდა. მოიცა კაცო. შენ პალიკოს ძმა ხარ კაცო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ყოფილ ხარ. ხო, რა გინდა ძმო? მოვიდა თქვენი მთავრობა და გულაოთ. ხო, კაია, აბარა, უნდა იგულაოთ. მესამე ძმა აღარ ყავთ? დასანანია თორემ ხალხო 2 კუბლაშვილი ხომ კარგია, 3 გაცილებით უკეთესი. ძალიან მაგარი იქნებოდა კაცო და მე 4 კუბლაშვილი მიყვარს. მაგრამ 3-ც ასწორებს ისე, ხო. ერთი სიტყვით ახლა მინდა მოგიყვეთ ქართული სასამართლოს ნდობის ხარისხის შესახებ. რომენდო, ეხლა უნდა იცოდე რა სენდობი. ხო და ბატონო კოტე ჯობს ჯერ აგვიხსნათ მე სამიხსნა და საზოგადოებას სასამართლოს ფუნქცია. როგორ მუშაობს სასამართლო? რა სარგებელი მოაქვს სასამართლოს? რა კავშირი აქვს პროკურატურასთან, პრეზიდენტთან? ოღონდ თქვენ ხომ მსაჯული ბრძანდებით და სანამ რამე სიტყვით, კარგად აწონდაწონეთ და მხოლოდ სიმართლე მოგახსენეთ. გამოკითხულთა ამ რაოდენობამ სრული ნდობა გამოუცხადა სასამართლოს და მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შედეგი,
რადგან ქუთაისის სასამართლოში სტაბილურად ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა როგორც ნდობა, ისე მოსახლეობის დადებითი ზოგადი განწყობა სასამართლო სისტემის მიმართ. მე კიდევ თქვენგან განსხვავებით ბატონო კოტე, მგონია რომ არამხოლოდ ბოლო 2 წლის მანძილზე, არამედ 2003 წლიდან საქართველოში საერთოდ ყველაფერი იზრდება. კი. სასამართლოს ნდობაც, ბავშვები, პრეზიდენტის რეიტინგიც, საქართველოს ტერიტორიებიც და პრეზიდენტის რეზიდენციაც. უბრალოდ ნაციონალები ხართ ძალიან თავმდაბლები, თორემ თქვენზე უკეთესად ვიცით, რომ სასამართლოსადმი ნდობა 80%-ზე მაღალია. უბრალოდ მე ვუტრირებ ხოლმე რაღაცა ციფრები და სასამართლოს დისკრედიტაციას ვეწევი, რადგან ოპოზიციასთან დაახლოებული პირი ვარ და შესაბამისად ახლა სხვა გზა არ მაქვს. თუ ჩირქი არ მოვწყე თქვენ სახელმწიფო მოღვაწეობა. არავითარი კონტროლი და დამოკიდებულება. აბა რა? იტალია. ერთი შეხედვით ქვეყანა, რომელიც ჩექმას გავს, მაგრამ ამ ყოველს უკან დიდი იდუმალებით მოცული ნატოს სენატორები იმალებიან და მე დიდ მადლობასაც ვუხდი მათ გულუხვი კომპლიმენტებისთვის. ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევები იმის ნიშანია, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ნატოს წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება. დიახ, მეცაც ვიტყოდი. საქართველოს განსაკუთრებით ამ ბოლო წლების მანძილზე იმხელა პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევები აქვს, რომ აქამდეც დიდი ზარზემითა და ტაშფანდურით უნდა მიეღოთ ნატოში. ჯერ მარტო ის რა დღის, ამხელა მრისხანე რუსეთი რომ დავაჩოქეთ და ჩამოუშალეთ. თუ არ ჯერა და აგერ ნახეთ რენი ჰარლინის ფილმი აგვისტოს 5 დღე და თავად დარწმუნდით ყველაფერში. ეკონომიკური წინსვლა გინდა და მარტო ჩვენი მხცოვანი და უდიდესი გამოცდილების მქონე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუ არ ყოფნით, მაშინ პენსიონერ ბებიას ან ბაბუას შევყავით ხელი ბალიშის ქვეშ და რამდენი $100-იანიც, ესე იგი თქვენ ნახოთ, იმდენი სიცოცხლე მე. კაცო, პრინციპში მე რატო, ხო, ისევ იმას, ვინც $100 გახადა პენსია, ხო. პოლიტიკური წარმატებები გინდა და ხა შორს რომ აღარ წავიდეთ, გადავხედოთ ახლა უახლოეს 26 მაისს და მივხვდებით, რომ ასეთი მასშტაბური და ლამაზი აღლუმის შემდეგ მართლაც როგორ გაზრდილია ჩვენი მთავრობისადმი სიყვარული და თვალდახუჭული ნდობის ფაქტორი. ერთი სიტყვით უკვე ისე წინ ვართ, რომ აღარც ნატო გჭირდება და აღარც ევროკავშირი. აქეთი ჩალიჩონ და შემოგვიძვრენ, თორემ ცოტა ხანში მთელს დედამიწას რომ მოვიცავთ. გვიყურონ მე თვალებში და გვეხვეწონ აი ის თქვენს მაპზე უკეთესი აღარ გვინდა და იქნებ მხოლოდ მაპი მაინც მოგწევ. აი ესე გვეხვეწო. აბა? ასეთი მაგრები ვარ და არ ვამჟღავნებთ, მაგრამ ამ იტალიაში კაცო საიდან გაიგეს ჩვენი ეს საიდუმლო? აი პირდაპირ მანს ვიფრებს. არა. გონი ისა მტრებიც ყავს და არ ვიცით. გრძელდება დაუნდობელი და შეუწყნარებელი ბრძოლა საბჭოთა წარსულთან და საბჭოთა სიმბოლიკასთან. აგერ სასიამოვნო ცნობები მოვიდა ახმეტიდან ადგილობრივი ლიბერალ-დემოკრატები წაწვდნენ სტალინის ბიუსტს და კვარცხლბეკიდან ჩამოაბრძანეს. ახმეტაში სტალინის ბიუსტი უკვე ისტორიის საკუთრება გახდა. დღეს გამთენიისას ქანდაკება გამგეობის წარმომადგენლებმა მოხსნეს და შეინახეს. სად მიუჩენენ ადგილს საბჭოთა ლიდერის ბიუსტს ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილების მიღებამდე ქანდაკება საწყობში შეინახება. ჰაით! თქვენ ახევრად ლიბერალებო და ახევრად დემოკრატებო თქვენა. რაც ქვია მოხსენი და შეინახეთ. ეგ წერია ჩვენი თავისუფლების ქარტიაში? აბა კარგად ჩაიხედეთ, იქ წერია დემონტაჟი და განადგურება. რა სინახავთ, ვის უნახავთ ერთი მაგ პირსისხლიას მაგას, ჰა? გონიათ კიდევ გამოგადგებათ რამეში? მაგრამ არა უშავს, მივა ახლავე გია თორთლაძე და სასწრაფოდ გაანადგურებინებს მაგ ბეთკრულებს საბჭოთა სიმბოლოს. ეცოდეთ? აი, მივიდა კიდეც. კარგად ვერ ხედა, მოიცა, დავაკვირდები. აჰა. უჩმახებსო, აი, უჩმახებს იმას, ხო? სოფლის იმას თავმჯდომარეს რა. რა კარგად უჩმახებს, ხო? აი. მედიდურად გადაიხარა? გია გადაიხარა თავმჯდომარისკენ, მაგრამ მოიცა კაცო ეს რა ხდება? რაღაცა გადმოუვარდა ჯიბიდან, მოიცენ? ოქრუაშვილის პარტიის მანდატი ყოფილა კაც. ხო, რა შავქათუდოდა ნეტა კაცო, რა სინახავდა კაც გადამრევს. შერცხვა, ხო, არა, არ შერცხვა, არ შერცხება ხალხის წინაშე, ოსტატურად დააბიჯა ყოჩა, ფეხი დააბიჯა ყოჩაგი, ხო. აბა რას ვებ? განაგრძო, ნახო. დამუნათებას აგრძელებს თავმჯდომარე. ვაიმე. გაერთიანებული ოპოზიციის მანდატის გადმოუვარდა. ესეც შეუნახია კაცო. კიდე კაი ორი ფეხი აქვს ახლა. მეორეც დაადგა. კი, მეორეც კი. გია აღარ გადაიხარო.
ჩვენს ნათელ ანტისაბჭოთა მომავალს გაფიცებ არ კიდევ გადაიხარა. აი ხო გეუბნეოდი ახლა. ვეუბნეოდი რა. ნაციონალური მოძრაობის მანდატიც დაუვარდა. ვაიმე სირცხვილო, ვაიმე. ეხო, ვაიმე, მესამე ფეხი ხო, ისა თანაპარტიელი მაინც ყავდეს. მესამე ეგ დაადგამდა ფეხს, მაგრამ დედა მოგვეჭრა ახლა, მოგვეჭრა, ხო. მოცა? მოცეს რა ხდება? უყურე ერთი შე. ისა თავმჯდომარემ დაადგა ფეხი, ხო? თან ეშმაკურად უღიმის. და რა, თვალსაც უკრავს და ისე ხელითაც ეთათუნებიან ერთმანეთს. გია ოდენდარცხვენილი იღიმება, ხო? ერთმანეთს მეგობრულად უთათუნებენ ზუგზე ხელს, ხო? აბა? აი ესე ნელის სვლით და ტაატით დემოკრატიულად მიდიან, კი, მიდიან. ალბათ რესტორნისკენ, ხო, ყოჩაკ ბიჭებო, ყოჩაკ. დაამარცხეს საბჭოთა მენტალიტეტი და გასციეს. ვენაცვალე თავისუფლებას. ვაშალი ვენაც, ვაშა. ხო. და ვაშა იმ ხუთ პოლიტიკოსს, რომლებიც ახლა თქვენს ტელეეკრანებზე გაბრწყინდება და ბრწყინვალე ფრაზებს გადმოაფრქვევს. მაშას იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა ქალაქ ქუთაისში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ახლა უკვე ყოველი მესამე ქუთაისელი ბავშვი მოსამართლეობაზე ოცნებობს. გამოკითხულთა ამ რაოდენობამ სრული ნდობა გამოუცხადა სასამართლოს და მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შედეგი, რადგან ქუთაისის სასამართლოში სტაბილურად ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა როგორც ნდობა, ისე მოსახლეობის დადებითი ზოგადი განწყობა სასამართლო სისტემის მიმართ. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, მაგრამ მგონი ვიღაცამ ძალი დააკავებინა ეს ადგილი. საკადრო ცვლილება მთავრობაში კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის საქართველოს პოსტას უხელმძღვანელებს. მესამე ადგილი. მესამე ადგილი წილადდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ახალი ფინანსთა მინისტრის ყველაზე ორიგინალური წარდგენისთვის. წარმოგიდგენთ დიმა გვინდაძეს, ის ფინანსთა სამინისტროში მუშაობს უკვე ბევრი წელი, 6 წელზე მეტია. მიყავდა მას აქამდე და ჩაბორებული ჰქონდა საგარეო ვალის პრობლემატიკა. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამაში იყო საქართველოს ძალზე წარმატებული წელს. მეორე ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა ჩემი მაღალის მიერ დაჯილდოებულმა ფრანგმა დიპლომატმა, რომელმაც ჯილდოს მიღების შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ამ რუბრიკის საპატიო სტუმრობასაც გამოკრა ხელი. ამ ქვეყანას არასდროს არ უთქვამს უარი თავის ღირებულებებზე, პრინციპებზე, იმ შესაძლებლობამ, რომელიც გააჩნია ამ ქვეყანას და თქვენ პირადად, ბატონო პრეზიდენტო, მისცა თქვენს ქვეყანას საშუალება მიეღწია დიდი წარმატებისთვის. პირველი ადგილი. პირველი ადგილი კი რა თქმა უნდა ჩემს მაღალს ვარგუნე, რომელმაც 800 მილიონიანი სასახლისა და 200 მილიონიანი ბოინგის შეძენას ასეთი მარტივი და უწყინარი სახელით დაარქვა. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული ჩვენ შევქმნით დინამიური განვითარების ბაზა და შევძელით და გაუძველით მსოფლიო ფინანსურ კრიზისს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. თუ მიიღებთ სხვა აბებს